ის ვუნდერკინდი იყო, რომელმაც 11 წლისა უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა, 15 წლის მეცნიერებათა კანდიდატი, 34 წლისა კი ფანატიკური ბრბოს მსხვერპლი შორეულ თეირანში. ალექსანდრე გრიბოედოვი დაიბადა 1795 წლის 15 იანვარს მოსკოვში, შეძლებული თავადების ოჯახში. მისი განათლება იმ დროისთვისაც კი ფენომენალური იყო. 1806 წელს მან ჩააბარა მოსკოვის უნივერსიტეტში, 1812 წლისთვის ორი ფაკულტეტი დაამთავრა, სიტყვიერების და იურიდიული და ელოდებოდა სამართლის დოქტორის ხარისხის მიღებას. ფლობდა ფრანგულ, გერმანულ, ინგლისურ, იტალიურ, ლათინურ და ბერძნულ ენებს. მოგვიანებით ისწავლა სპარსული, თურქული და არაბული. ალექსანდრე იყო შესანიშნავი პიანისტი და კომპოზიტორი. მის ცნობილ ვალსებს დღემდე ასრულებენ. გრიბოედოვის პირად ცხოვრებაში დიდხანს ცვლიდნენ ერთმანეთს დუელები და საერო ინტრიგები. ყველაზე ცნობილი ეპიზოდია ოთხმაგი დუელი ბალერინა ავდოტია ისტომანას გამოს, სადაც ალექსანდრე სეკუნდანტი იყო და ხელის მტევანში დაიჭრა. სწორედ ამ ნაიარევის დახმარებით ამოიცნობენ მოგვიანებით მის გვამს. მისი ცხოვრების მთავარი ქალი გახდა ქართველი თავადი ნინო ჭავჭავაძე. 1828 წელს 33 წლის დიპლომად შეუყვარდა 15 წლის ნინო და მასზე ჯვარი დაიწერა. სამწუხაროდ მათი ბედნიერება მხოლოდ რამდენიმე კვირას გაგრძელდა. ქმრის დაღუპვის შემდეგ ნინომ ნაადრევი მშობიარობა გადაიტანა. ბავშვი ვერ გადარჩა, ის ქმარს 30 წელს სიცოცხლის ბოლომდე გლობობდა. გრიბოედოვმა წერა ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს დაიწყო. წერდა კომედიებს, სტატიებს, მაგრამ ისტორიაში შევიდა როგორც ერთი წიგნის ავტორი, ვაიჭკუისაგან. ეს უკვდავი კომედია, რომელიც ლექსებადაა დაწერილი. პუშკინმა პოემის წაკითხვის შემდეგ იწინასწარმეტყველა ლექსების ნახევარი ანდაზებად უნდა დარჩესო და ასეც მოხდა. ვალსი ნომერი 2, მი ბემოლ მაჟორი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლასიკური ნაწარმოებია. ის თითქმის ყველასთვის ცნობილია, თუმცა ცოტა თუ ხვდება ვინ არის მისი ავტორი. 1829 წლის 30 იანვარს გრიბოედოვი, რომელიც სპარსეთში ელჩი იყო თეირანში რუსეთის საელჩოზე, თავდასხმისას რელიგიურმა ფანატიკოსებმა მოკლეს. 1000 კაციანი ბრბო საელჩოს შენობაში შევარდა. გრიბოედოვის სიცოცხლის ბოლო წუთამდე თავს ხმლით იცავდა. ის დაკრძალულია თბილისში, დაწმინდის მდის პანთეონში, წმინდა დავითის ეკლესიის ღვიმეში. მის საფლავზე ნინო ჭავჭავაძემ ბრძანა ასეთი სიტყვები დაეწერათ: გონება და საქმენი შენი უკვდავია რუსეთის მეხსიერებაში, მაგრამ მერად მოვესწარ ამას, საყვარელო ჩემო. ირანის საფეხბურთო ნაკრებს შეატყობინეს, რომ მას შეერთებულ შტატებში შესვლა შეუძლია მხოლოდ საკუთარი მატჩების დღეს და ვალდებულია ქვეყანა იმ დღესვე დატოვოს. იუწყება Time of India. ეს FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური პირობაა. გარდა იმისა, რომ ირანელი ფეხბურთელები მხოლოდ საკუთარი თამაშების დროს შეძლებენ შტატების ტერიტორიაზე შესვლას, მათ ეკრძალებათ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ღამის გათენება. მექსიკაში ირანის ელჩმა აბოლფას პასანდიდეხმა შაბათს დაადასტურა შეზღუდვების შემოღების ფაქტი და განაცხადა: ჩვენ შევძლებთ დილით შესვლას ამერიკაში, მაგრამ იმავე დღეს უნდა დავტოვოთ ქვეყანა. პარასკევს ნაკრების წევრებს ვიზები მისცეს, მაგრამ ირანული დელეგაციის ნაწილს, მათ შორის ფედერაციის ხელმძღვანელის მეჰდი ტაჯდას ვიზა არ მისცეს. ამან, როგორც იუწყებიან, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური კონფლიქტი კიდევ უფრო გაამწვავა. ეს მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც მასპინძელი ქვეყანა მასპინძლობს იმ სახელმწიფოს გუნდს, რომელთანაც ომის მდგომარეობაში იმყოფება. ქუვეითის სასამართლომ სახელმწიფო ტელევიზიის წამყვან ზეინებ დაშტის 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მიზეზი გახდა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტები, რომლებიც შეფასდა როგორც ირანის მხარდაჭერა 2026 წლის კონფლიქტის ფონზე, წერს ადგილობრივი პრესა. ზეინებ დაშტისთვის საყენებული ბრალდებებია სიმპათია მდრული სახელმწიფოს მიმართ, კონფესიათა შორისი შუღლის გაღვივება და ნაციონალური უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენება. ის მარტის შემდეგ პატიმრობაში იყო. ქუვეითში პროირანულ გამონათქვამებთან ბრძოლის კამპანიის ფარგლებში კიდევ 1200 ადამიანია დაკავებული, იუწყება გამოცემა.